დარიალის ხეობაში სამაშველო სამუშაოები დილის 6 საათზე განახლდა. წინასწარი ინფორმაციით ნაპოვნია ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედარი. გაწმენდითი პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა უცნობია, როდის აღდგება საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი და სატრანსპორტო მოძრაობა. ადგილზე გეოლოგები კვლავ მობილიზებულები არიან და მათ რამდენიმე საათის წინ დევდურაკის მყინვარი კიდევ ერთხელ შეამოწმეს. რა ხდება დამეწყრილ ტერიტორიაზე? უახლესი ინფორმაციით ლევან ჩხაიძე ჩაგვირთვება. დილამშვიდობისა ლევან, როგორია ბოლო ინფორმაცია დაკარგულების და აღდგენითი სამუშაოების შესახებ? დაკარგული თურქეთის მოქალაქის ცხედარი მდინარე თერგმა რუსეთის ტერიტორიაზე სოფელ ლარსში გამორიყა. ეს ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებზე. დაყრდნობით და ისინი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავენ. ცნობილია, რომ 36 წლის ილღან ილდირიმი დარიალის თესზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ოპერატორად. რაც შეეხება მეორე დაკარგულს, ჯერჯერობით მისი ბედი არის გაურკვეველი, ის გახდა საქართველოს მოქალაქე. დარიალის ხეობაში სამაშველო ოპერაცია და ასევე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდა. აქ შემოყვანილი არის დამატებითი ტექნიკა და როგორც საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უკვე დღის ბოლოს შესაძლებელი იქნება იმ თარიღის დასახელება, როდესაც მოხდება გზის ბოლომდე გასუფთავება და საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე აღდგება მოძრაობა. დილის 6 საათიდან განახლდა სამუშაოები, შეყვანილია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა ადგილზე. მიმდინარეობს გზის საფარის გაწმენდა და აგრეთვე დამსავიჯებირის მოწყობა იმ წაღებული მეორე მონაკვეთი გზისთვის საბაჟოს მხრიდან. იქიდან ხარისხის გადაყვანილია ტექნიკა. იმასთან დაკავშირებით ჩემი ინფორმაციით არის მხოლოდ ერთი ადამიანი ნაპოვნი რუსეთის იქიდან მხარეს ვლადიკავკაზზე. დღეს აპირებენ იდენტიფიცირების გაკეთებას და სავალოდ გვეცვენება არის თუ არა ეს ზუსტად ეს თურქი მოქალაქე. მუშაობდა 20 ერთეული მძიმე ტექნიკა და სამუშაოები შეწყდა ღამის დადგომასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გეგმავთ, რომ დილით გამთენიისას ადრიანად დავიწყოთ და განვაახლოთ სამუშაოები და ამ ღამის განმავლობაში ჩვენ უკვე მოვიძიეთ და მოვახერხეთ დამატებით 10 ერთეული მძიმე ტექნიკის მობილიზება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო სამშობლო კომპანიასთან ერთად სრულად არის მობილიზებული. ადგილზე წარმოდგენილი არის ყველა სახის მძიმე ტექნიკა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალურად ოპერატიულად გზის სავალი ნაწილის აღდგენა და შესაბამისად მოძრაობის გატარებას. ძალიან ძნელია კონკრეტული დღეის თქმა, თუმცა შემიძლია საზოგადოება დავამშვიდო, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ეს გზის სავალი ნაწილი და მოძრაობა აღდგენილი იქნეს რუსეთის მიმართულებით. გამთენიისას დევდორაკის მყინვარი, საიდანაც მოხდა დიდი რაოდენობით მიწის ნაშალი მასის ჩამოშლა და ატვალიერეს გეოლოგებმა. მათი განცხადებით სიტუაცია არის სტაბილური და ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს იმისა, რომ მეწყერი განმეორდეს, თუმცა იმ შემთხვევაში მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდება და იქნება ძლიერი წვიმა. შესაძლებელია, რომ გარკვეული რაოდენობით მიწის ნაშალი მასა ისევ ჩამოვიდეს დევდორაკის ხეობაში.